ჩემს წარმოდგენაში და რადგანაც პროფესორ ოთარ ჟორდანიასთან ერთად, რომელიც გახდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, მე გახდით მისი მოადგილე, პრორექტორი, ჩვენ ხშირი ურთიერთობა ჰქონდათ კათოლიკოს პატრიარქთან, ასევე მის ერთ-ერთ მეუფესთან, დანიელთან და აი ამ ურთიერთობაში მე დამრჩა შტაბის-შტილება ღრმად ჩახედილი იყო ის განათლების და მეცნიერების საკითხებში, პატისცემდა და უყვარდა მეცნიერები. და ჩემთვის როგორც ერთ-ერთი რიგითი მეცნიერისათვის სულად გაუგებარი იყო ქალბატონო ქეთევან, რომ იმ ღონისძიებას, სადაც რატომღაც მარტო საშვებით უშვებდნენ შიგნით, ვერ ვნახე ვერცერთი ცნობილი მეცნიერი. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტისთვის ადგილი ვერ მოიძებნა. კიდევ სხვა მეცნიერებისთვის. სამწუხაროა ეს, რადგანაც ეს გარკვეულწილად ალბათ სენი არის როგორც წინა ხელისუფლების, ასევე დღევანდელი ხელისუფლების, რომ ისინი სამწუხაროდ იგნორირებას უკეთებენ მეცნიერებს. ურთიერთობა რწმენასა და ცოდნას შორის ეს არის უძველესი პრობლემა. ჯერ კიდევ პირველ-მეორე საუკუნეებში განიხილებოდა ეს საკითხი. ამის დამადასტურებელი არის შრომა წმინდა კლიმენტი ალექსანდრიელისა, რომელსაც ეწოდებოდა სტრომატა, ანუ ხალიჩები, სადაც ნათქვამია, რომ ორივე ცოდნასა და რწმენას აუცილებელია ადამიანისათვის. ეს უდიდესი მეცნიერი და ფილოსოფოსი მსჯელობს იმის შესახებ, თუ რომელია პირველადი და ამბობს, რომ პირველადი არის რწმენა და მასზე არის დაშენებული ცოდნა. ბოლოს იგი საოცარ დასკვნას აკეთებს და ამბობს, რომ მხოლოდ მორწმუნე ადამიანი არის მონაღვთისა, ხოლო მორწმუნე განათლებული ადამიანი არის მეგობარი ღვთისა. და რომ საფუძველი ამისა არის თვითონ სახარებაში, როცა უფალი ჩვენი იესო ქრისტე მიმართავს თავის მოციქულებს და ეუბნება, მეგობარნო ჩემნო, მე არ გიწოდებ თქვენ მონას, არამედ მეგობარს, რადგან თქვენ უკვე ყველაფერი იცით, რაც გადმოგეცით. ესე იგი, აი ზუსტად ჩვენი კათოლიკოსი სულიერ საქართველოს კათოლიკოსი ილია მეორე იყო ზუსტად ღმერთის მეგობარი, რადგანაც ის ცხადია იყო ღრმად მორწმუნე, ღრმად განათლებული და პატისცემდა ყველა განათლებულს და ის ბუნებრივია, ესე იგი იყო ღმერთის მეგობარი. პატრიარქი მხარში ედგა ყველა აფხაზეთელს, მათ შორის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ვინც ახლოს არის ამ გაგებასთან და ესმის და უნდა ესმოდეს მნიშვნელობა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, თუნდაც აგერ ჩვენი ყველაზე ავტორიტეტიანი პიროვნების ფაქტურად ილია ჭავჭავაძეს და იმის ივანი ჯავახიშვილის შემდეგ ალბათ საქართველოში მე-20 საუკუნის 21-ში პატრიარქი ილია მეორეს უნდა გაითვალისწინოს ეს მომენტი, იმიტომ რომ ის შემთხვევით არაფერს არ აკეთებდა. პატრიარქმა ყველაზე კარგად იცოდა ამ უნივერსიტეტის მნიშვნელობა. ამ უნივერსიტეტის დღეს ხელყოფა არის პირდაპირ სამშობლოს ღალატი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. მარტო იმიტომ კი არა, რომ იქ ომში მონაწილე პროფესორ არის აქ, არამედ ეს არის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უჯრედი, რომელიც ცოცხლობს აქ და გვახსენებს პატრიარქს, რომ აფხაზეთი ეს არის საქართველო. ჩვენს მომავალ თაობას ზრდის, რომლებიც დღეს არ ახვალ და მე ამისი მჯერა დაბრუნდება თავის ისტორიულ სამშობლოში და გააგრძელებს იქ იგივე იმ შესმენად აფხაზებთან ერთად მუშაობას. სხვადასხვა, ესე იგი, გააქტიურებული არიან სხვადასხვა, ვთქვათ, ექსპერტები, თუ მოექსპერტო ხალხი, მეცნიერები, მომეცნიერო ხალხი
და რაღაცნაირად თავაზობენ რომ ვიფიქროთ იმაზე რომ საქართველოს რუსეთთან, ბელორუსიასთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ეგრეთ წოდებული სამოკავშირო სახელმწიფოების გაერთიანებაში შევიდეს და სხვათა შორის მათ შორის იგივე ხალხი მერე ლაპარაკობენ დაუშვათ პატრიარქი მიუხედავად იმისა რომ აქ თქვენ სწორად აღნიშნეთ რომ ეს იმ პერიოდში ესე იგი დაიწყო მსახურება მართლაც იყო ათეიზმის ესე იგი აპოფეოსი ასე შემდეგ მან ძალიან ჭკვიანურად თავარი ღერძით ქართული ღერძით საქართველოს დამოუკიდებლობის ღერძით მაგრამ ის მაგ პერიოდში რთული იყო და აი ზუსტად ისე მიიყვანა საქართველოს რომ მიიღო ეკლესიამ ავტოკეფალია და ყოველთვის ისაუბრობდა რაც არ უნდა ვინმე სხვას რომ ის იქ იყო აქ იყო ის ყოველთვის ქართულ საქმეს აკეთებდა და ჩვენ ეს გავითვალისწინოთ და ისედაც არ არის კარგი იმ პერიოდში როცა 40-იც არ არის გასული ჩვენ ვიღაცები მიგვათრებდნენ საქართველოს ბელორუსთან და რუსეთთან გაერთიანებას. ბატონო თემურეც წინადადებას დავამატებ მხოლოდ ეს არის უფრო ჩემი და ჩემს წინა თაობაში გარკვეული ჯგუფი, რომელიც ამას ემხრობა. სრულიად საქართველოს ყველა ეთნოსის წარმომადგენელი ახალგაზრდობა და არა მარტო ქრისტიანებს და ქართველებს გულისხმობ ითხოვენ ევროპულ ორიენტაციას. მათ არ უნდათ რუსულ წიაღში ყოფნა. მომავალი საქართველოსი არის ახალგაზრდობა. პატრიარქმა ბრძანა, მაგრამ იმის ნათქვამს ახლა აიჩენი არასდროს. არა, ხო, რასაც და პლუს პატრიარქის ახალგაზრდობას არ უნდა მათია ეს ქვეყანა, ესე იგი არის. დიდი მადლობა და იმას გამოვთქვამ, რომ ისეთი სულნათი ხალხი როგორც იყო ჩვენი პატრიარქი, ჩვენი წინაპრები, დიდი წინაპრები, მათ მიერ არჩეული სწორი გზა ევროპისგან და ევროპა ჩვენ ვიყავით და ერთი სიტყვით ერთად ყველაფერი ეს არის სწორი გზა მართლმადიდებლური დროშით ჩვენ როგორც არასდროს ისე გვჭირდება ღირსეული პატრიარქი დღეს, რომელიც გაყვება ჩვენი უწმინდესის გზას. მაინც მის ჭრდილქვეშ იქნება ეს ბუნებრივია, მაგრამ ღირსეულად შევა ისტორიაში თუ ის თავისი ქვეყნის და ეკლესიისთვის იბრძოლებს. და იმეც გამოვთქვამ, რომ საქართველოს წმინდა სინოდს ეყოფა განჭვრეტა იმისა, რა კარდინალურ და მნიშვნელოვან საკითხი, იმიტომ რომ პატრიარქ ილიან მეორის შეცვლა ურთულესი შეუძლებელისავით არის, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს პატრიარქი ის უნდა აკეთებდეს ქართულ საქმეს, საქართველოს საქმეს, მართლმადიდებლობის საქმეს და იმეც გამოვთქვათ იმისა, რომ ამ პერიოდში, ურთულეს პერიოდში სინოდი აღმოჩნდება მოწოდების სიმაღლე, ისე რომ პატრიარქი იქიდანაც დაგვეხმარება ჩვენ. უწმინდესი სახსრებისთვის მებრძოლთა რიგებში პირველ რიგში ავანგარდში თავად ზვიად გამსახურდია იდგა, იმიტომ რომ ყინულჭრელი ეს იყო. დიახ, ეს იყო საუკეთესო ალტერნატივა მაშინ არსებულთა შორის. რასაკვირველია, დაკავშირებული იყო გარკვეულ კომპრომისებთან, იმიტომ რომ როცა გარესამყაროში ოპერირებთ, იქნება ეს ეკლესია, სხვადასხვა ინსტიტუციები, მაშინ აი ეს ფორმულა არის რასაკვირველია უცვლელი, რომ პოლიტიკა არის კომპრომისების ხელოვნება. ეს ვრცელდება ნებისმიერ ინსტიტუციაზე. 80-იან წლების დასაწყისიდანვე ჩვენი დისიდენტური მოძრაობის, ასე ვთქვათ, პირველი ბუდე, სადაც ჩვენ ესე იგი ვახერხებდით შეკრებას იყო სწორედ სიონის ტაძარი, იქ მოდიოდა ბატონი ზვიადიც, იქ ვახერხებდით მერაბი ჯერ კიდე შორეულ გადასახლებებში იყო. რაღაც ასაულე ვნახე მე ახლა ყველა დიდი ადამიანის გასვენება მახსოვს. ყველა ადამიანი დიდია თავისთავად, როდესაც ის თავის მრწამს და იდეალს ემსახურება, აქ ვერ გაარჩევ. მაგრამ თავისთავად, როდესაც ეპოქალური ადამიანია, როდესაც მრავალსაუკუნოვანი ინსტიტუტის ხელმძღვანელია ძნელბედობის ჟამს, ეს კიდევ უფრო სხვა
სრულიად საქართველოს პატრიარქი ახალგაზრდობაში ირია შიულაშვილი დაიბადა 1933 წელს. 21 წელს განადგურებული საქართველო, ოკუპირებული, ანუ განსხვავება რამდენია? 12 წელი ხო, მეტი არა, ხო? ანუ ის ეპოქის სუნთქვა ჯერ კიდევ კი არა საკმაოდ არის. შემდგომ უკვე 37 წელი, როდესაც 24 წლის აჯანყება ჩაახშვეს, ასეთი და არნახული რეპრესიები მოაწყო ყეთელმა კომპარტიამ. ამის შემდეგ იწყება ომი 40 წელში, გრძელდება 5 წელი. ამის შემდეგ სტალინის 53-ში კვდება. შემდგომ მოდის ხრუშოვი, იწყება რაღაც სხვანაირი რეპრესია, მაგრამ თავისებური რაღაც დემოკრატიზაცია, ვაცილებით, ჩახლართული და ეს კიდე ბრეჟნევი გაყინული ასე ვთქვათ, პერიოდი და ეს გრძელდება 1000 შემდგომ გორბაჩოვამდე. გორბაჩოვი იწყებს პერესტროიკას, გარდაქმნას, როგორც ასეთი მასშტაბურ სხვათა შორის ძალიან და ამის შემდეგ დამოუკიდებლობის გამოცხადება ჩვენი, შემდეგ პერმანენტული ომები და სახელმწიფო გადატრიალებები საქართველოში, რომელიც დღემდე გრძელდება სამწუხაროდ და აი ამ ეპოქაში მოუწია ამ ადამიანს ყოფნა. თან სად უბრალო იმათ კი არა სტატუსის თვალსა უბრალოდ არამედ წყემსი იყო, ხელმძღვანელი იყო ამხელა ესე ვთქვათ ინსტიტუტის. რომელიც რა თქმა უნდა დანიშნული იყო გიმართლებს ამ შემთხვევაში გავგიმართლა იქ ზუსტად გამსახურდიას და ეროვნულ ძალასაც რაღაც თავისი წვლილი ჰქონდათ მის ასე ვთქვათ ამოყენებაში და პატრიარქის ტახტზე და ასულაში და აი ამ ეპოქაში მოუწია ამ ადამიანს და როგორ აი ამ უბრალო იმით რო შეხვე როგორ გაუძლო ამ ყველაფერს თუ აი ამ ქარტეხილებს ვულკანებს თან სხვადასხვა მხრიდან ყოველი არა ერთი პროცესი მეორეს რო არ აგავს და ადეკვატური უნდა იყო შემართული უნდა იყო მოწესრიგებული თან შენ ზუსტად გამსახურდია და მერაბ კოსტავა და ის დისიდენტი არა ხარ შენ ინსტიტუციაში ხარ და იმ ჩარჩოებში ხარ. იმ ჩარჩოებში უნდა გააკეთო ის, რაც გასაკეთებელია. კომპრომისები გარდუვალი იყო, შეცდომები გარდუვალი იყო, რომ რამხელა გენიალური და გულწრფელი სიტყვა თქვა, როდესაც განაცხადა, რომ თელ ერში, რაც ერში ცოდვებიაო, ჩემ თავში არისო, მოცემულიო, ჩაღვენთილიო შეიძლება ითქვას და თქვენ ცოდვეს ასე თქვა ვიღებოთ და პატიებას გთხოვთ იმისთვის რომ ეს მე ან ვერ უნებელყოფე, ვერ გავანეიტრალე, ან ვერ მოვაწესრიგე, ან ასე შემდეგ. როგორ აღადგინა ავტოკეფალია, იურიდიულ აღიარებას სჭირდებოდა განმტკიცება. თელ სამყაროში კონსტანტინოპოლის პატრიარქი და იმიდან დაწყებული სხვა იმით და უზარმაზარი სამუშაო ჩაატარა ამ ადამიანმა, დიპლომატია რასაც ქვია სწორედ აი უმაღლეს დონეზე შესრულდა. ქედაში რომ მოხდა საშენელი მიწისძვრა მეწყერმა რო ჩაიტანა ეთიკ რო ჩავიდა რო ანუგეშა ღვთის მეტოებული ადამიანები დააბრუნა ასეთ სარწმუნოებაში უდიდეს პატივს სცემდნენ მუფტები. იმაზე რომელიღაც შეიხი თუ ის ჩამოვიდა აქ იმაზე და რომელმაც პატივისა, თაყვანისა და თქვა რომ ეს ადამიანი მართლა არის რაღაც ესე გამოვიდა უნივერსალური რელიგიის წარმომადგენელი. ესე იგი არის ეს კავკასიის სულიერი მეთაურების შეკრებილები და რასაკვირველია სუფრის კურთხევა თხოვეს უწმინდეს და მანაც კურთხა ეს სუფრა როცა რაღაც ღონისძიება დამთავრდა და ეს ყოველთვის ესე იყო მას პირველ ადგილზე აყენებდნენ და ასევე კათოლიკური სამყარო და ბაპტისტური სამყარო ახლა უნიკალური და კოსმიური მსოფლიო მოქალაქე იყო ეროვნული საწყისებით მე მახსოვს 9 აპრილის ესე იგი უკვე ფინალური აკორდული არის გარდუვალობა არის გარდუვალი მომენტები ვთქვათ არის ის რაც რასაკვირველია რაც ესე იგი არის ღვთის ხელი პირველ რიგში რაც ადამიანს არ შეუძლია შეცვალება არ შეიძლება უწმინდეს მაშინ არ მოსულიყო არ შეიძლება უწმინდეს თავისი მისია არ შეესრულებინა მას უნდა ეთქვა რაღაც ისეთი ვთქვათ რომელიც ოდნავ განსხვავებული როგორც უკაცრავად როგორც ახლა შვილი საფრთხეშია თუ რო რისკავს რაღაც დიდ რაღაცაზე მიდის
მშობელი ხო ვალდებულია აუხსნას, რომ ეს რისკთან არის დაკავშირებული და დანარჩენი შენიცი. კი აი ეს გააკეთა რა ჩვენ ენაზე რო თქვა ეს გააკეთა. ზუსტად მიწიურ ენაზე ეგ არის. არაჩვეულებრივი ფორმულირებაა. რასაკვირველია ჩვენ იქიდან ფეხი არ მოგვიცვლია, იმიტომ რომ არ ვიყავ. რა თქმა უნდა, მაგის დათმობა ნიშნავდა საქართველოს დათმობას, აფხაზეთის დათმობას და ბევრ რაღაცებზე უარის თქმას. მერამ კოსტავამ გაიგო ყველაზე დიდი. უკეთ ხო სოფლიოში, იქ ყოველ შემთხვევაში რომ ეს იყო დადგმული მისტერია ზევიდან, როგორც ასეთი და როდესაც ზეგარდმოძალები მონაწილეობენ ამ იმაში და ერი ამ შემთხვევაში არის გამტარი და ღებულობს ამ გამოწვევას. და ეს წამი არის ერთ-ერთი უდედებულესი. წარმოვა მარტო ამით შევიდა ეგ ისტორიაში. ესე იგი შეეძლო თუ არა უწმინდეს ვთქვათ იმაზე უფრო განსხვავებული როლი ეთამაშა ვთქვათ იმ რეპატრიელების მომენტში. მე რახან ეროვნულ ქრისტიანულ პარტიას წარმოადგენდი საპატრიარქოსთან ურთიერთობაში, რამდენჯერმე ვნახე მაშინ უწმინდესი, როგორი კონსტრუქციული იყო მისი დამოკიდებულება. 22-ში ხო დაიწყო ეს ომი დაახლოებით მეორე დღეს პატრიარქმა თავის თავში მონახა ძალა რომ შვიდობას არ ქონდა ალტერნატივა და თავის ხრი უნდა გაედგა ის ნაბიჯი რომელიც გარკვეულწილად ამ უბსტრულს ყოველ შემთხვევაში ან შეაჩერებდა ან არ გააფარდოვდებოდა რა ეს უბსტრული და დელეგაცია გაგზავნა ზვიად გამსახურდიასთან სამკაციანი მამა ზაქარია იყო ხელმძღვანელი და ზვიად გამსახურდიასთან ღამე 3 საათის განმავლობაში მიდიოდა ეს ისა რა ვქნათ როგორ არის რა გრძელდება რა შანსები გვაქვს და შესთავაზა რა დაშორიშორება ჩავდგები ჩუაში სამღვდელოების მნიშვნელოვანი ნაწილი და შემდგომ დაჟდა მოლაპარაკება და ასე შემდეგ რაღაცა პერიოდი ამან იმუშავა იფიქრა და კარგიო ახლა დგებია და მე კმაყოფილი ვარ რომ მიყვება მამა ზაქარია რა ნუ უნდა გამოვიდე რა და ბოლოს გააჩერა ზოიადმა ეგ კარგიო, მაგრამ ეგ არ იმუშავებსო. რატო? ისე რატო? აქედანო ჩვენი მხრიდანო არავინ არ ისვრისო. ისინიც არ გესვრიანო, ვიციო. მიუხედავად იმისა, მეომებიანო. აი ვინც ეს ჩაიფიქრა ეს პროექტი, ისინი ისვრიან. არ გასვარა ეკლესია. ვინც ეს ჩაიფიქრაო, გესმის ის ისვრისო. მას საოცარი ფაქიზი დამოკიდებულება ჰქონდა ეკლესიის მიმართ. ზვიადები რომ ესე იგი თითქოს ზვიადი ესე იგი რაღაცა დასავლურ ღირებულებებს არ ცნობდა, ესე იგი კაცი რომელიც ამერიკანისტი იყო, გერმანული კიდე ცალკე, მაგრამ ამერიკელი პოეტების თარგმნელი ამერიკული სულის მწოდნე. ხანკაძე ამბობენ რომ ესე იგი ის იყო ანტიდასავლური. ხო და მე ფათაშორი ჩემთვის აქვს თქვა მიხალ ბატონ მანას. უწმინდეს მაუხსნას ფათაშორის მას და ჩვენ გვითხრა ეს მერაბს და მე გვითხრა რომ როგორ აუხსნა რომ იმაზე მეტი ნამდვილად არ შეეძლო იმ მომენტში უწმინდეს რაც გააკეთა. ამას ამ ჰეროიკულ, გმირულ, რომანტიულ, სულიერ ადამიანების ნებელობას გუში რო ვიხელეთ, ამას აუცილებლად გაგრძელება უნდა გქონდეს. ამიტომ ხელისუფლებას და ყველა ეს მართებს ის რაც უწმინდესმა რაც დაიბარა, რომ შვიდობა და სიყვარული ეს არ არის აბსტრაქცია, ჰაერში ჩამოკვედებული და კონიუნქტურა. კონიუნქტურას არ ექვემდებარება, ასე ვთქვათ, უწმინდესი სიტყვები და მისი ასე ვთქვათ, დაკრძალვის ეს ცერემონიალი კიდე პრივატიზაციას არ ექვემდებარება, როგორც ასეთი გაიგეთ ეს. ამ კაცის ნათელი ხსოვნა ელემენტარულ იმას მაინც ემსახურებს, რომ უდანაშაული ხალხი, რომელიც გამოშვებული და დაჭერილები არიან უსამართლო და ყოველგვარი იმის გარეშე, მორალური და იმის სისხლის სამართლის სტანდარტების გარეშე, განთავისუფლებული უნდა იყონ და აღდგეს ეს ეროვნული თანხმობა, რისთვისაც ეს კაცი იღწოდა, რისთვისაც მოგვიწოდებდა და რომელმაც გმირულად, ასე ვთქვათ, იბრძოლა მთელი თავისი ცხოვრება ამ იდეების დასამკვიდრებლად. მეტი სხვა ზეხორციელი ამაზე მეც ვერ გააკეთებდა, როგორც ასეთი და ჩვენ ელემენტარულად ვალდებული ვართ, რომ აი ამ იდეებს, ამ გამოწვევებს, ასე ვთქვათ, თვალი გაუსწოროთ ელემენტარულად და შევძლოთ ის, რაც გასაკეთებელია. 10 კრიტერიუმი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პოლიტიკური მოღვაწე და პოლიტიკოსი, რომ ის უნდა იყოს ჭკვიანი, ნიჭიერი, ლიდერის თვისებებით. არსებობს თუ არა საშუალება თქვენ ფსიქოლოგებმა ჩამოაყალიბონ თეორია, როგორ განსაზღვროთ იმ ჩემი 10 კრიტერიუმის სხვა
პარამეტრებიც. აი ერთი იქ მე მიწერია რომ უნდა იყოს ლიდერად დაბადებული და ყველგან სადაც ის ხდება ის არის ლიდერი. როგორ შეიძლება განსაზღვროთ პატიოსანია თუ არა, იმიტომ რომ ესეც გვაქვს იმ 10 კრიტერიუმში. როგორ შეიძლება განსაზღვროთ არის თუ არა ის გამბედავი, იმიტომ რომ ჩვენ ბევრი ყავს ჭკვიანი და განათლებული, მაგრამ ძალიან ცოტა გამბედავი. როგორ შეიძლება განსაზღვროთ კაცი კრიტიკულ მომენტში შეძლებს თუ არა იყოს წესიერი. ადამიანი, რომელსაც მაგალითად აქვს ამბიცია, რომ ოქროს ასოებით ჩაიწეროს ისტორიაში, მთელი მისი მიზანმიმართულობა როლის წესით, ლოგიკის მიხედვით ამ ფარგლებში უნდა განვითარდეს. წესით თითქოს, მაგრამ ის თუ არის რამდენად წესიერი აღმოჩნდება რომელიმე კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ ვიღაც სხვა კი არა, საკუთარი თავი რო გავიგოთ, როგორები ვართ, ამისთვისაც გვჭირდება რომ ვიცხოვროთ, გამოვცადოთ. ჩვენს თავთან შეხვედრა გვაქვს იმ ახალ გარემოებებში, რომლებიც მანამდე არ გამოგვიცდი. და მანამდე შეიძლება ფიქრებში გმირებიც ყოფილვართ და ძალიან მაგრებიც და ძალიან ღირსეულებიც და კონკრეტულ შემთხვევაში გამოვიჩინეთ სიმხდალი. მეორე მსოფლიო ომისა და ფაშიზმის შემდეგ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მეცნიერი იკვლევდა, რომ რანაირად ხდება, რომ ჩვეულებრივი ადამიანები, თითქოს წესიერი ადამიანები, თითქოს კარგი ადამიანები, როგორ შეიძლება უცებ გარდაიქმნან ფაშისტებად. იელის უნივერსიტეტის ექსპერიმენტი და დასკვნა იყო ის, რომ ადამიანთა უმეტესობა ბრმად ემორჩილება ბრძანებას და პიროვნული ნიშან-თვისება აქვს ძალიან ცოტას, 10%-ს მხოლოდ. ფილმიც გადაიღეს, სტენფორდის ექსპერიმენტი ქვია, სტენფორდის უნივერსიტეტს მიეკუთვნება ეს ექსპერიმენტი. ჩვეულებრივი სტუდენტები დაყვეს ორად ჩააცრეს უნიფორმები ერთ-ერთ ციხის ზედამხედველებისა და პატიმრების. ციხის ზედამხედველებს მიენიჭათ ყველა უფლება გარდა ფიზიკური წამებისა, ანუ ფიზიკური ტკენისა და პატიმრებს მითითება არ ჰქონდათ ასეთ, მათ შეეძლოთ რომ რაღაც თავიდან ძალიან ყოჩაღად იყვნენ ეს პატიმრები, კიდეც ეწინააღმდეგებოდნენ, კიდეც აზრს გამოთქვამდნენ და მერე როგორ დემორალიზდნენ აბსოლუტურად და როგორ ეშხში შევიდა არა მარტო მე ციხის ზედამხედველების ჯგუფი, არამედ თავად ფილიპ ზიმბარდოც კი. ამ ფონზე აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს აი ის დემოკრატიული კანონები და დემოკრატიული წესები, რომლებიც აი ადამიანებს გადაარჩენს და იმათგან არ შექმნის ასეთ მონსტრებს. ეს დიდი ადამიანი რომ წავიდა, რომ ჩვენ ილია მეორე უწმიდესი და უნეტარესი, ჩვენ ბევრი გადაცემები მიუძღვენით მას. მე პირადად თითქმის ყველა გადაცემა მაგაზე ვნახე და აი რადგანაც მაინც კრიტიკულად უყურებ და მაინც აი ადამიანების ქცევა მაინტერესებს, აი ამ პროცესებშიც ძალიან ბევრი ნეგატივი შევამჩნია. მე-20 საუკუნის სოფლიო პოლიტიკაში ჩვენ ვიცნობთ რამოდენიმე რჩეულ პოლიტიკოს, ხო? დამთავრდა ეს მე-20 საუკუნე. ადენაუერი, ჩერჩილი, დეგოლი, რეიგანი, გოლდა მეიერი, აისიანერიან თავიანთი ქვეყნების მიერ დასახელებული როგორც საუკეთესო ყველა დროის ხელმძღვანელი მათი. და ახლა ჩვენ მეცნიერებმა უნდა ვიმსჯელოთ რა თმათ საერთო. მე ერთი ვიპოვე რა საერთო. არც ერთი არ იყო 67 წელზე ახალგაზრდა. არ ვეთანხმები იმას, რომ ასაკი არის მთავარი, თუ არ ცდები. არა, მე არ მეთქი ასაკთან, მე ვამბობ დიდი გამოცდილება. ეს ასაკი მოსდევს ამას. გამოცდილება არის სხვადასხვა, გამოცდილება არის ფაქტობრივი და გამოცდილება არის კათარსისული, ემოციური და რა მე მგონი რუმის ლექსია თუ არ ცდები, თუ სიყვარული არ მაქვს, არა ვარ, აი რაღაც ესეთი ის არის, ხო? და აი ეს მთავარი არის რომ შეიძლება სწორედ რომ მოხუცებულები არიან დღეს მსოფლიო პოლიტიკაში, რომლებიც
სისხლში აღჩობენ ახალგაზრდას სისხლში აღჩობენ პლანეტას. ხომეინები მოხდება. ხო, ასე რომ აბსოლუტურად განაგამოუცდელი ხომ მე თვითონ პოეტიც და რა ვიცი, არც გაუნათლებელი, ხო? ისინი დიქტატორები არიან, ისინი არ არიან არჩევლები. მე მხედველობაში მაგ დემოკრატიულ სისტემებში თორემ ახლა იქ მაინც იმას ვიტყვი, რომ გამოცდილებაც მიდის იმის მიხედვით, რამდენად დიდი სიყვარული აქვს ადამიანის სიცოცხლის და კაცობრიობის. კულტურამ მოიტანა ჩვენი წარმოდგენები, საერთოდ ჩვენი მსოფლმხედვა, ჩვენი ღირებულებები, ეს ყველაფერი არის სწორედ რომ წარმოსახვითი ნაწილი და ამ წარმოსახვას საერთოდ გვინდა იქით წავიყვონ. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ დიქტატურები მყარდება იქ, სადაც ადამიანები თავს აიგივებენ მოძალადესთან და რაღაცა ჯგუფი და მეორე ჯგუფი უბრალოდ კარგავს კონტაქტს საკუთარ თავთან და ვეღარ ხვდება რა არის მისთვის უკეთესი. როგორ დავძლიოთ ეს? აი იმ ჯგუფის ეს თვისება, რომ ბრმად იჯერებს აბსოლუტურად მცდარ იდეებს და მცდარ ქმედებებს, რომელსაც ჩადის გაბატონებული კლასი. აი ინტელიგენციის როლი ხალხზე მუშაობა საჭირო, რომ მათ გაერკვნენ და იცოდნენ, როგორ გაარჩიონ ცუდი და კარგი. მინდა რომ რაღაცნაირად ყველას კონდეს უფლება წარმოაჩინდეს, რომ იყოს კარგი. მოკლედ ამ ქვეყანას ამაღლდეს რა, თითოეულ ადამიანში ამაღლდეს ღირებულება, რომ მეც ვიმსახურებ, მეც მაქვს უფლება, მეც შემიძლია, მეც მიმესვლება. აი ეს გულის გახსნა ჩემთვის არის კეთილისმყოფელობა. ეს პარალელის გავავლებ. როგორ ფიქრობთ თქვენ, ტრამპს ბაიდენი როგორ ძულს? გულწრფელად. გულწრფელად ძულს. გულწრფელად. ძულს. მაგრამ თავის ინაგურაციაზე მოიყვანა თავისი მეუღლის და დაბა. მითოდა რომ გულწრფელად კი ძულს, მაგრამ შეკავება აჯობებდა, რომ ეს არ გამოეხატა. ამ ჩვენს ხელისუფლებას გულწრფელად ძულს ყველა ის, ვინც მასთან არ არის. მაგრამ ორი პრეზიდენტი, ვისთან რომლებმაც 10 წელიწადი ჯამში იპრეზიდენტეს და ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდათ უწმინდესთან, იმათ უფლება არ მისცეს იქ ყოფილიყო. ჩემი ოცნება რა არის, იცით? აი არის ასეთი ქვეყანა ისლანდია. იცით ხო? ვიცი. ამის მთავრობამ ესე იგი აიღო და აიღო ბევრი ვალები. და ერთშენიერ დღეს ხალხმა გაიგო, უამრავი ვალი აქვს, თურმე აბუნტდა ეს ხალხი, არ მინდა ეს ხელისუფლება, არც თქვენი ის სავალუტო ფონდი, არც სოფლიო ბანკი, ნუ მოკლედ თვითონ აიღეს თავის თავზე ვალდებულება, იყვნენ ხელმძღვანელები, შეცვალეს ეს მთავრობა, უარი თქვას იმ ვალის გადახდაზე და ქვეყანა წავიდა წინ. მათ ეს განახორციელეს. როცა ვფიქრობდი ამაზე, მეთქი, ალბათ იმათი ბედნიერება ის იყო, რომ მათ არ ყავდათ მეზობლად არც რუსეთი და არც თურქეთი. ფაქტი არის, რომ უნდა ვეძებოთ გამოსავალი და ერთ-ერთი გამოსავალი არის მმართველობაში რაც შეიძლება მეტი წვლილი მიაღებინო მეცნიერებს. ჩვენ დოქტრინაც გვაქვს ეროვნული სახელმწიფოებრივი ჩამოყალიბებული, აი ეს არის საქმე იმაში არის, რომ ეს მართლაც შესანიშნავი საქმეა, რომ რა არის, იცით, მე მაინც მინდა რომ იმედით და ნუგეშით დავამთავრო, თუ ისტორიის ჭრილში დავინახავთ ამას, მაინც ძალიან ახალფეხადგმული ქვეყანა ვართ. და თან ქვეყანა, რომელსაც სამჯერ ტორი დაგვარტყა რუსეთმა და რაღაცნაირად გლოვის მდგომარეობიდან გლოვის მდგომარეობაში გადავდიოდით. აი ცოტა სულს მოვითქვამით, ისევ გლოვა, ისევ გენოციდი, ისევ ადამიანების ხოცვა და კიდე მაგრები ვართ, აი კიდე მოვიმაგრებდით წელს, რაღაცას გავალამაზებთ, რაღაცა აი სულ დიდ გასაჭირში ვართ ეს პერიოდი და დამოუკიდებლობა მოგვეცა ისე, რომ გააზრებული არ გქონდა რაციონალურად არც ჩვენი ეროვნული მისია, არც ჩვენი ეროვნული როლი მსოფლიოს კონტექსტში და
და გქონდა აი ესეთი გულანთებული წარმოდგენა, რომ ოღონდ დამოუკიდებლები ვიყოთ და ბალახს შევჭამთ. ეხლა უკვე უნდა დაწმენდილად მივხვდეთ, რა პრივილეგირებულები ვართ, რომ ჩვენ გვაქვს ქვეყანა. იმიტომ რომ ბევრად უფრო მეტი ერი არსებობს პლანეტაზე, ვიდრე ქვეყანა. არიან დიდი ერები, რომ ქვეყანა არ ჩვენზე გაცილებით მრავალრიცხოვანი ერია და ქვეყანა არ და აქვს. ჩვენ გვაქვს ტკბილი ქვეყანა, რომელშიც ერთ სულ მოსახლეზე კვადრატული მეტრი მიწა ბევრად დიდი გვაქვს მაგალითად ვიდრე ჰოლანდიელებს. ცოტა ტვინს თუ გავანძრევთ, ცოტა თავმოყარეობა თუ გვექნება და თუ მივხვდებით, რომ ჩვენც გვაქვს უფლება ვიგლოვოთ, ჩვენც გვაქვს უფლება ვიყოთ სადღაც სივრცეში, ჩვენც გვაქვს უფლება, რომ ამ ქვეყანაზე პროტესტი გამოვხატოთ, ხან გავბრაზდეთ, ხან ტროტუარზე დავდგეთ. აუცილებლად, ხო? აი ეს ღირსება თუ ამაღლდება ყოველ საქართველოს მოქალაქეში, მე ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად ნაბიჯ-ნაბიჯ წინ წავალ. ჩემს პატრიარქზე უნდა ვისაუბრო. მე ჩემს პატრიარქზე, თქვენს პატრიარქზე და ეს ყველას პატრიარქი იყო. და პრაქტიკულად ეს გლოვა და დატირება კი არ იყო, ეს იყო განობა ქვეყნისა, რომ ზეციურ საქართველოში აცილებდა იმ პიროვნებას, რომელმაც ქართული მიწა და ქართული ზეცა შეაერთა თავის გარდაცვალებით. და ილია მეორე სწორედ ერთი დიდი ფილოსოფიური სიმაღლე იყო, რომელსაც ებრძოდნენ, მაგრამ რაც უფრო ცდილობდნენ მის წინააღმდეგ ბრძოლა გაეძლიერებინათ, რაც უფრო ცდილობდნენ, რომ გადმოეგდოთ ესე იგი აი იმ მდგომარეობიდან, რომელშიც იყო, ის მით უფრო მაღლა და მაღლა მიდიოდა. მე 36-37 წლიანი უშუალო ურთიერთობა მასთან და 37 წლის წინ მითხრა, ჩემი სულიერი შვილი ხარო. მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდი იყო. და აი ამ დღეებში ჩვენ ვცდილობთ გავაანალიზოთ ეპისტოლენი, საშობაო ეპისტოლე ამ ხნის განმავლობაში, რაც უწმინდეს ჰქონდა, ესე იგი სააღდგომო ეპისტოლე და აშკარა რომ ყველა ვერ ვნახეთ რომელიმე ეპისტოლე, რომელშიც 4-5 ძალიან დიდი წინადადება არ იყოს. ეს ეპისტოლენი დღეს უფრო სერიოზულად გასაანალიზებელია. მე ადამიანურად ურჩევდი ხელისუფლებას, კი ბატონო, დაიტირეთ და ლავის პარტიულ კრებად გვიქციეთ, ესე იგი სამებაში დაკრძალვასთან დაკავშირებით გამოსვლები ესეთი რამ არ ხდება არსად, რომ პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და კიდევ საპატიო თავმჯდომარე გამოდიოდეს ყველას თქვენი აღმატებულებით მიმართებდნენ, თქვენ აღმატებულებით მიმართავენ მხოლოდ პირველ პირს, ვინც რომელიც კონსტიტუციურად არის პირველი პირი, მაგრამ აქ თანამდებობის პირებს გარდა სხვებსაც ასე მიმართეს და ამათ გარდა არავინ. მაშინ როდესაც პატრიარქმა რაც ყველაზე ძლიერად გააკეთა, მან გააგრძელა დავით აღმაშენებლის გზა გააგრძელა, ჭყონდიდელის გზა გააკეთა, კირიონის გზა გააგრძელა და რა იყო ეს მეცნიერება, მეცნიერებასთან დამოკიდებულება. სწორედ ამის გამო იყო, რომ ის მეცნიერებათა აკადემიის წევრადაც კი აირჩიეს. მე გული დამწყდა, რომ მეცნიერებათა აკადემიის განსაკუთრებული სიტყვა არ იყო, ვთქვათ, აი ამ დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეპისტოლე პატრიარქს ჰქონდა და ქადაგება იყო ასეთი, რომ მან თქვა, რომ ქვეყანას ჰყავს დიდი ადამიანები. ამ ადამიანებისგან სახელმწიფო კაცების აგრებულო შეიქმნასო და სახელმწიფო კაცების აგრებულო ილია ჭავჭავაძისგან იყო აღებული. იქადაგა 2010 წელში იმის შემდგომ მეცნიერთა კონგრესი ყველა ხელისუფლებას ეუბნება, რომ მიდიხართ პატრიარქთან ეკლესიაში და რაღაცა ეს რიტუალად აქციეთ. ეკლესიაში თანამდებობაზე მისვლის შემდგომ კი არ უნდა მიხვიდი, არამედ ეკლესიური უნდა იყოს შინაგანად. აი ამიტომ პატრიარქის ყველა ეპისტოლია ხელახლა ასაღები. მე მივესალმები თუ ჩვენი საპატრიარქო აი ამოკრებს კონკრეტულ წინააღმდეგებს, იქ ხო ყველაფერი ძალიან ფილოსოფიური გააზრებით იყო ბევრი რამ ადამიანის რაობაზე, ჩვენი ყოფის რაობაზე, უფალთან, სიყვარულთან. ერთობა არ არისო, რომ ვიძახოთ აი ეს ერთობა. აი აიღეთო და გვაჩვენა, მაგალითი გვაჩვენა თებში, ცენტრში დგას, ცენტრში არის ღმერთი. ვიაროთ ღმერთისკენ და თავისთავად გვექნება ერთობაო. აი ესე პრაქტიკულად, კონკრეტულად გვაჩვენა მაშინ აი ამ შეხვედრაზე, ესე იგი ეშმაკი ყოფს, უფალი აერთიანებს, პატრიარქი აერთიანებდა. ხელისუფლებებში ზოგჯერ ეშმაკი იყო ჩასახლებული. 22 მარტი ეს იყო ჭეშმარიტი დღე, ქართული დღე. ეს იყო საქართველო.
22 მარტმა აჩვენა, რომ ხალხი ცხოვრობს 21 საუკუნეში და ხელისუფლებებმა 5-6 საუკუნის წინ ჩატოვეს თავიანთი თავი. პატრიარქის დოცვა კურთხევით დავიწყეთ საბჭოთა პერიოდში 1990 წელს ღვთისმშობლობიდან 21 სექტემბრიდან 27 სექტემბრამდე ჯვართამაღლებამდე. თუნდაც ის რომ გელათი და ბაგრატი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა, ვინ პატრიარქის დოცვა კურთხევით და მე გავხდით ბატონ პეტრე მეტრეველთან ერთად, სწორედ პატრიარქის და პრეზიდენტის წერილი ჩავიტანე იუნესკოს გენერალურ დირექტორთან და ეს ორი მიღებული იქნა, აღიარებული იქნა როგორც დიდი მემკვიდრეობა. 1990 წელში აღდგა სასულიერო აკადემია. 1990 წელში ქუთაისში ჩამოსულ პატრიარქს უთხარი რომ ყველა ეკლესიაში მსახურება, ბიბლიოთეკები ან სხვა რამე რაც იყო, ყველაფერი დაუბრუნეთ და არა მარტო ეს შემდგომში. მსოფლიოში ეჭვმეპარება რომ აი ვთქვათ რომელიმე სასულიერო აკადემიას კონდეს ისეთი შენობა, როგორც ქუთაისში აქვს გელათის მეცნიერებათა აკადემია. პატრიარქმა შეუძლებელი შეგვეძლებინა ჩვენ ყველას, როდესაც მივიღე გადაწყვეტილება რომ ჯარში არ წასულიყო არავინ ქუთაისიდან 1999 წელზეა ლაპარაკი. ვარ ბედნიერი იმისთვის, რომ როდესაც მისი განჩინება გამოვიდა, ბატონი მიხეილ ქურდიანის კომენტარით არის დაბეჭდილი საეკლესიო მაცნეში, სადაც წერია რომ პირველი გვარი საერო პირის პირველი გვარი, რომელიც მოხდა პატრიარქის განჩინებაში, აღმოჩნდი მე ჩემი გვარი თეიმურა შაშიაშვილი და სადაც პატრიარქი წერს რომ სასულიერო აკადემიის გახსნაში უდიდესი როლი მიუძღვის ქალაქის ხელმძღვანელს თეიმურა შაშიაშვილს. მე ვარ ბედნიერი რომ ის ძეგლი რომელიც ქუთაისში მოედანზე თანაც დავით აღმაშენებლის მოედანზე იდგა, იმ მოედანზე აი თამარ მეფის პროსპექტი რომ თავდებოდა, რომ გახედავდი დავით აღმაშენებლის ზევს, უკვე ხედავდი ბაგრატის ტაძარს, სადაც დავით აღმაშენებელს გვირგვინი დაადგა მეფობის 16 წლის მეფეს გვირგვინი დაადგა ჭყონდიდელმა და როდესაც მეფემ კითხა ჭყონდიდელს რა გავაკეთო ესე იგი უწმინდესობა ისეთი რომ ვთქვათ აი ხალხი რა უპასუხა ჭყონდიდელმა, ღირსება დაუბრუნე ხალხს, ღირსება დიდო მეფეო, ხელისუფალი ღირსებას არ უნდა ართმევდეს, ღირსება ადამიანში უნდა შენარჩუნებული იქნას. შევიკრათ თანამემამულეობა და დავძლიოთ ჩვენი სამშობლოს სამი შეიძლება უმთავრესი მტერი. პირველი სხვისინამდე ბრძოლის ნაცვლად საკუთარ თავთან ბრძოლისა. მეორე, ქვეყნის შიგნით დაპირისპირების ნაცვლად თანამშრომლობისა. მესამე, ისეთი ხელისუფლების არჩევისა, რომელიც ქვეყნის შიგნით არ იქნება სავსე შურის ძიებით და ქვეყნის გარეთ მტრების ძიებით. ეს არის უსმინოთ პატრიარქს, მეცნიერებს, ვიაროთ ეროვნული თანხმობის გზით. ამაზე კარგს ჩვენ სამშობლოს ვერაფერს გაუკეთებს. პატრიარქმა 1994 წელს, როდესაც 28 აგვისტოს ღვთისმშობლის მიძინების დღეს დიდი რამ ტარდებოდა დიდი შეკრების ორგანიზება გავაკეთეთ, პატრიარქი ჩამოვიდა და ყველა ელჩი მოვიწვიეთ. დიდმა კომპოზიტორმა კეჭეხმაძემ დაწერა მუსიკა ერთად ქართველნო ღვთისაკენ. ეს იყო მისი მოწოდება. 22-ში დიდი საქართველო ვნახე. ყველა მე თქვენს, მაგრამ იმ დღეს ტელევიზიები ყველანი ეროვნულები იყვნენ. გუშინ უცბად ყველა ანტიეროვნული გახდა. რა არის ეს? რატო რას ვერჩით ამ ქვეყანას? ქართველნო ერთად ღვთისაკენ. ეს არის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. და ის რაც გითხრა, ერთმანეთის გახარება და გაბედნიერება ისწავლეთ, თორემ გულისწყენას ყველას შეუძლია. გავახაროთ ერთმანეთი. გავაძლიეროთ ქვეყანა. ხელისუფლება ნუ ეუფროსები და ტაძრებში პარტიულ კრებას ნუ ჩაგვიტარებთ. როგორმე გავერთიანდეთ ეკლესიაში, ყველა უნდა ყოფილიყავით იმ დღეს ერთად და არა მარტო ერთი პარტიის წარმომადგენლები. ხელისუფლებაც, ოპოზიციაც, ხალხიც. ხალხი 21 საუკუნით ცხოვრობს. ხელისუფლებაში ნუ ვიცხოვრებთ მე-17 და მე-18 და ფეოდალური სახელმწიფოს ნუ შევქმნით.
წავიდეთ იმ გზით, რომელსაც დიდი საქართველო, მომავლის საქართველო ქვია. ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია. ეს არის ის გზა, რომლითაც ჩვენი დიდი მეფეები მოდიოდნენ, ეს არის უფლის გზა, ეს არის დავით აღმაშენებლის გზა, ეს არის ჭონდიდელის გზა, მეცნიერებაზე ორიენტირებული, ეს არის მეფე დავით აღმაშენებლის, ჭონდიდელის, კირიონის და სხვა. ჩვენც დავდგეთ იმ ადამიანების განწყობით, როგორი ადამიანების განწყობითაც მოდის საქართველო, დგას ფეხზე და გადარჩა. დაიღუპა, აღარ არსებობს. ძალიან ბევრი ერი ქვეყანა გადარჩა საქართველო. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ უფლის წილხვედრი ქვეყანა ვართ. უფალზე მაღლა ნუ დავაყენებთ თავს და ეკლესია იყოს უფლის სახლი და უფლის სახლში ყველას ჰქონდეს შესვლის საშუალება და ვიაროთ ქართული გზით, ერთობის გზით და ჩვენ დიდი მომავალი გვაქვს. არავის არ ჭირდება თანამდებობა. როცა ძლიერია ქვეყანა, თანამდებობისკენ არავინ არ მიდის. დემოკრატიის ქვეყნებში თანამდებობის არ შენარჩუნებისთვის იბრძვიან და არც მოპოვებისთვის იბრძვიან. ეს მხოლოდ იმ ქვეყნებშია, რომლებიც ჩამორჩენილობით არიან საბჭოთა კავშირის ყოფილი ან სოციალისტური ქვეყნები და ჩვენ ახლა მაგალითად მოგყავს ესე იგი უნგრეთი. იყო და ეს პატრიარქს არა საოცარი რამეები აქვს ჩვენც თქვა, მაგრამ ჩვენ არ შეიძლება რომ გერმანიასთან, არ შეიძლება ინგლისთან, არ შეიძლება საფრანგეთთან, არ შეიძლება სხვა ქვეყნებთან დიდი ურთიერთობების გარდა არ გიყვარს ევროკავშირი, შეიძლება ბევრს არ გვიყვარდეს, მაგრამ დაპირისპირება არავისთან არ შეიძლება ასე საუბარი არც ამერიკაზე, არც ევროპაზე. ჩვენ ჭირდება ის, რაც პატრიარქის ლოცვა კურთხევით ჩაიწერა ამ დოკუმენტში, რომელსაც ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა ქვია. არ შეიძლება ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე ცხოვრობდა, ესე იგი, ნახეთ, ქვეყანა, რომელიც ქრისტეს შობამდე და მის შემდგომ აღიარებდა ოჯახის, საკუთრებისა და სახელმწიფოს პრიორიტეტს, ქვეყანა, რომელიც ბიბლიური ფასეულებებით ცხოვრობდა, არ შეიძლება 21 საუკუნეში უარყოფდეს საკუთარ ფასეულებებს და აფეთიშებდეს სხვისას. მთავარი ბიბლიური ფასეულება არის თავისუფალი ადამიანი. თავისუფლებისათვის გაგათავისუფლად ღმერთმა, საკუთარი სიცხლის ფასად გაგათავისუფლად ღმერთმა და ნუ იქნებით ადამიანთა მონები. ეს არის ეკლესია. ეს თავისუფალი ადამიანი. თავისუფალი ადამიანია ყველაზე დიდი სიმდიდრე. ყველაზე დიდი სიმდიდრე. ხელისუფალი არის მსახური თავისუფალი ადამიანის. უძვირფასესი პატრიარქი სულიერი მწყემსის საქართველოს ყველაზე რთულ პერიოდში 59 წელი ქალტეხილებით სავსე მან ატარა საქართველოს მრელი და მოიპოვა უდიდესი ავტორიტეტი, იმიტომ რომ განამრავლა ეკლესიები, აღადგინა და დახვეწა მოდელსახურება, დაიცვა და შექმნა მთელი იმპერია ახალგაზრდა არქიმანდრიტებისა, რომელიც ხვალ უნდა გაუძღვენ და შექმნან სწორედ ახალი სახე ქართული სამღვდელოებისა და უდიდესი სიყვარული, რითაც გააცილეს უკანასკნელ ძალზე პატრიარქი, ალბათ ბოლო ნახევარი საუკუნის უპრეცედენტო ფაქტი იყო. შეძახილებ რომ გვიყვარხარ პატრიარქო და მისი ზანატოვარი ფრაზა პატრიარქის, რომ თუ დაგჭირდებით მე რა რომ აღარ ვიქნები, დამიდახეთ და მე თქვენ მოვალ თქვენთანაც დაგეხმარებით. იმედია შიშები, რაც ახლა არის საზოგადოებაში, რომ ახალი პატრიარქის არჩევნები ადრე არ იქნება. იმედი ვიქონიოთ, რომ ეკლესიის უძველესი ქართული მოწიწების უფლის მიმართ გათვალისწინებით ჩვენი უმაღლესი მღვდელმსახურები დაძლევენ ყველა დაპირისპირებას და დაუჭერენ ხალხს ახალ პატრიარქს, რომელიც გაუძღვება სწორედ ქართულ სულიერებას, რომელიც ისოდენ ჭირდება დღეს გათითო კაცებულ დაპირისპირებულ საქართველოს.
დღეს გიან იწურება ულტიმატუმის ვადა, რომელიც ამერიკის პრეზიდენტმა წაუყენა ირანს, რომ გახსნან ორმუზის სრუტე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაემუქრა ენერგეტიკული წყაროების და გენერაციის წყაროების განადგურებით ირანში. ულტიმატუმის საპასუხოდ ირანის რეჟიმი დაემუქრა, რომ ისინი მეზობელი ქვეყნის სპარსეთის ყურეში ენერგეტიკულ გიგანტურ ობიექტებს დამომვალდნენ, რომელსაც წვდებიან მათი რაკეტები. ამას მოყვა ტრამპის მხრიდან დღეს გაკეთებული განცხადება, რომელიც უკან დახევა იყო. მან განაცხადა დღეს, რომ 5 დღის განმავლობაში ეს შეტევა არ შედგება და 5 დღის განმავლობაში გაიმართება მოლაპარაკებები ირანთან, რომ ორმუზის სრუტე გაიხსნას. მარტო ამ განცხადებამ გამოიწვია ნავთობის გაიაფება თითქმის 13% საერთაშორისო ბირჟაზე. კონფლიქტის გაჭიანურების ყველაზე დიდი საფრთხე იმ ეკონომიკურ მოვლენასთან, რასაც ნავთობზე და გაზზე ფასის ზრდა ქვია. ევროპა არ არის მოწადინებული, რომ სამხედრო გზით ჩაერთოს ორმუზის სრუტის მოწესრიგებაში, თუმცა თუ შეწყდება ცეცხლი, თუ მოილაპარაკებენ ირანი და ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი, ასეთ შემთხვევაში ის ამ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მზად არის, რომ ჩაერთოს და მიიღოს მონაწილეობა შესაბამისი სამშვიდობო ოპერაციების ჩატარებაში. პოზიტიური იყო ტრამპის განცხადებაში ის მომენტი, რომ მან თქვა, რომ გარკვეული მზაობა ირანის დღევანდელი რეჟიმის მხრიდან არის, რომ გაიმართოს ეს მოლაპარაკებები და აი ამ დღეებშიც კი ამ ძიმე დღეებში, როდესაც პატრიარქს მშვიდობებოდი. 80 კაციანი დელეგაცია გამოაგზავნა მოსკოვმა, სადაც იყვნენ ადამიანები, რომლის მიმართაც საზოგადოება საკმაოდ ესეთი უარყოფითი დამოკიდებულება აქვს და თავარი მაინც საფრთხე და ის რაზედაც ვერ შეთანხმებულად საქართველოში და რის გამოც არის ფაქტიურად გახლეჩილი საზოგადოება, არის რუსეთი. არის აქ და ეს უკავშირდება სწორედ დღევანდელ ხელისუფლების, დღევანდელ მთავრობას, მათ მხარდამჭერებს ადამიანები, რომლებიც საქართველოს მომავალს აკავშირებენ რუსეთთან. ყველა გამოკითხვით ყველაზე დიდი პროცენტი, თითქმის 3/4, ანუ 80%-ზე მეტი არის საპირისპირო მოსაზრების, რომელიც თვლის, რომ რუსი ოკუპანტია, რომ საფრთხე საქართველოს დამოუკიდებლობას ექმნება სწორედ რუსეთიდან. მას შემდეგ, რაც საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, აი ხალხის პროტესტი, რასაც მოყვა დასახიჩრებები, დაჭერები, საშინელი არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, რის გამოც ახლა სწორედ ეუთომ ეს შემაჯამებელი დოკუმენტი დადო, გამოაგზავნა აქ ფაქტების დამდგები კომისია, რომელიც ეგრეთ წოდებული მოსკოვის მექანიზმი, რომელიც საკმაოდ მძიმეა თავისი დანიშნულებით, სულ რამდენჯერმე გააქტიურდა ეს მექანიზმი და ეს მექანიზმი აქტიურდება იმ ქვეყანაში, სადაც არის უმძიმესი ვითარება ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. ამ დასკვნაში ყველაზე საშინელი და ძიმე არის, რომ ჩაიწერა ისიც, რომ უნდა იქნეს გამოძიებული და ბოლომდე მიყვანილი ქიმიური იარაღის მომიტინგეების სადმი გამოყენების შესაძლო ფაქტი საქართველოში. და ეს უკვე ჰააგის სიცხის სამართლის სასამართლოს ქვემდებარე კეისია, როდესაც ჩვენ გვიმტკიცებენ. რუსეთი არის ერთადერთი, რომელმაც აქ ადამიანის უფლებები უნდა დაიცვას. აი რუსეთი დაგვირგვინებს აფხაზებს, რუსეთი დაგვირგვინებს სამაჩაბლოს. დღეს უკვე ოფიციალურად გამოუცხადეს ამ ხელისუფლებას და მთელ საქართველოს, რომ დაივიწყეთ აფხაზეთ. მე მაინც ბოლომდე მჯეროდა ბოლო მომენტამდე, რომ ეს ხელისუფლება გამოიყენებდა კეთილად პატრიარქის ამ უზარმაზარ ავტორიტეტს და მის
გაცილების დღეებში ერის გამთლიანებისთვის გადადგამდა ნაბიჯს, ნაწილს მაინც ამ პოლიტიკური მოტივებით დაკავებული ადამიანების გაათავისუფლებდა. იქნებოდა საოცარი ჟესტი, გაწვდილი ხელი, მომზადებულიყო მაინც რაღაც მართლაც დიალოგის და არა იმ სრულ რაღაც პროქსი დებატებში, რომელიც იმართება იმედზე, რუსთავი 2-ზე, რომელიც საყურებლად ასე მძიმეა. თავად ამ თავრობას და ამ ხელისუფლებას აზიანებს, ეს არ შეიძლება არანაირ დიალოგად ჩაითვალოს. ეს ოცნების პრემიერი ამბობს, რომ ჩვენ გვინდა წავიდეთ ევროპისკენ, პატრიარქის უკანასკნელ გზაზე გაცილების დღეს ის გაფრინდა უნგრეთში, რომ მიიღო მონაწილეობა კონსერვატიულ ძალთა შეკრებაზე, რომელიც ამჯერად უკვე იმართებოდა ორბანის ხალხასაჭირად, რომელსაც 12 აპრილს გადამწყვეტი არჩევნებია. თავიდანვე ითქვა, რომ ჩამოდიოდა ვიცე-პრეზიდენტი ამერიკის ჯეი ვენსი. დაიგეგმა ჩასვლა კოვახიძის ამ კონფერენციაზე, რომ აი ამ კულუარებში, როგორც ხდება ხოლმე, ორბანს მისთვის მოიწყო შეხვედრა ჯეი ვენსთან. სულად მოულოდნელად ჯეი ვენსის ჩასვლა გადაიდო ტრამპის თქობა გადაწყვეტილებით ჯეი ვენსი ბუდაპეშტში არ გაემგზავრა. აი ასეთ ვითარებაში, როცა საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ იმ ადამიანს ხვდება, ერთი კაცი დარჩა ასეთი ევროპაში, ორბანი, რომელიც ფაქტობრივად გარიყულია საერთო ევროპული საქმეებიდან. ახლა ის გადაწყვეტილებაც კი მიიღეს ევროპის ლიდერებმა, ვინაიდან დაადგინეს თითქმის ოფიციალურად, რომ როდესაც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდა საერთო შეკრებას ევროკავშირის ქვეყნები, სადაც 29 ქვეყანა იყო წარმოდგენილი, შემდეგ აქ მიღებული დახურულ შეხვედრაზე გადაწყვეტილებები თუ მსჯელობა ყოველთვის ჟურნალდაა და ყოველთვის მეორე დღესვე იცოდა ამის შესახებ კრემლმა. ამიტომ ახლა გადაწყვიტეს, რომ ასეთ შეხვედრებზე უნგრეთი მოწვეული არ იქნება. როდესაც 24 წელს შეიტანა განაცხადი საქართველომ, ამათ დროს, ოცნების დროს, ნიშნავდა თუ არა ეს, რომ უერთდები იმ ღირებულებებს, რომელიც საერთოა იმ კავშირისთვის, ხო? აი თუნდაც გუშინდელი განცხადება კოვახიც, რომ მე ჩემი წესებით მოვდივარ. აი ამ წესით და ამ დათქმით სურთ მათ, რომ ევროკავშირმა მიიღოს. რამდენად შეესაბამება ეს საქართველოს ინტერესებს? რამდენად შეიძლება ამან პოვოს საქართველოს მოსახლეობის 80%-ში მხარდაჭერა, რომელსაც სურთ, რომ მათი შვილები სწორედ დასავლურ ღირებულებებზე იზრდებოდნენ. ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ვალტონენი, ქალბატონი იყო ჩამოსული საქართველოში, იყო შაშან ოქტომბერში, მივიდა რუსთაველზე და შეხვდა ამ თავისუფალ ადამიანებს, რომლებიც იქ ას გამოხატავდნენ. აი ამის გამო ეს ქალბატონი საერთაშორისო იმუნიტეტის სარგებლოდან და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ქალბატონი დააჯერიმა 2500 ლარით. შემდეგ ამ ეუთოს მოქმედა თავმჯდომარემ ყველა შეხედრა გააუქმა საქართველოში. ამის მერე მოხდა ეს ყველაფერი ეუთოში ამ კომისიის შექმნა და ჩვენ მივიღეთ ძალიან ცუდი რომელიც დასკვნა ეუთოსგან. აი ახლა ეს დასკვნა, რომელიც ძალიან მძიმე დასკვნა ადამიანის უფლებების დარღვევისა და წამებასთან გათანაბრებული და საკაცობრიო დანაშაულობის ნიშნების შემცველი ფაქტებისა, ფაქტობრივად დაეგზავნა ყველა ამ ქვეყანამ, გამოქვეყნდა საჯაროდ და მიეცა რეკომენდაცია, რომ ამ ქვეყნებმა მიიღონ როგორც ერთად ასევე ცალ-ცალკე სათანადო ზომები საქართველოში სიტუაციის გამოსასწორებლად. გადაგვემართა ახლა ჩვენ ამ ქართველებს, რომ ანალიზს ვერ ვაკეთებთ და ის რაც მოწინავეა იმის გადმოღება ჩვენ არ შეგვიძლია, იმიტომ რომ ადრეს უჩვენავდებით ტონს. აი რო აიღოთ ახლა
იუნესკოში, ხო, ღვინო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. პური ღვინო, ხო? თაფლინკი. ჩვენ მივეცით ამ სამყაროს. თაფლი. ქართული მუშა-ფუტკარი მოიხსენებათ. ხორბალი ხო ვთქვით უკვე. მედიცინა. ესე იგი ვიყავი ძალიან პროგრესული ერი. როგორც ჩანს, მე მოხდა ჩვენი გარკვეული გადაგვარება. დეგრადაცია. ხო. ეხლა ქართული სიტყვაც რო ავიღოთ ჩვენ, აი, ვისი გორისა ხარ, ხო? მე იქ არის კაცმა საქმე მოაგვაროს. ბეჭდვასა ესაჯობდეს, ანუ მოაგვაროს ნიშნავს, რომ შენ ტრადიციაში რაც ოდნავ გაქვს, შენ გვარში, გვარი ამას ნიშნავს, გვაროვნული თავშოთ გაზრება რომ ვთქვათ, რომ შენ გვარში თურმე გაქვს ის ცოდნა ის სიბნე, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მდგომარეობაში ეს იქნება ჭირი, ხინი, შემოსეული მტერი თუ ქვეყნის განვითარება, პროგრესი თუ სოფლიო პროგრესი თუ ამ შემდეგ რო არ ჩამორჩა და საქმე მოაგვარო. მაგრამ ეს საქმე უნდა მოაგვარო შენი გვაროვნული ცოდნის საფუძველზე. ვარ გადაგვარდა. რაც გვაძლევს ჩვენ ევროპა, რაც ამბობდა ნიკო ნიკოლაძე, ვაჟა-ფშაველა, გაბრიელ ეპისკოპოსი და ჩვენი კირიონი დაუშვათ. ჩვენი პატრიარქები, ასე ვთქვათ, ხო? ამბროს ხელაია პირველ რიგში. დიახ. რომ ესე იგი ხო ჩავიდნენ ახლა ეს გერმანული ტომი პილიგრიმების თუ ინგლისელები ხო? ამერიკა არ ცდილა რომ ამათთვის კიდე თუ არა ენა გამოეცვალა, ან ზნე შეეცვალა. ისინი ინტეგრირდნენ და ისე თანამონაწილეობას იღებდნენ ქვეყნის აღშენებლობაში და დღესაც იღებენ ქვეყნის აღშენებაში, რომ თავის იდენტობას ინარჩუნებენ. თავის იმ ამერიკულ ქვეყანაში აბსოლუტურად იდენტურობენ. ინარჩუნებენ. ჩვენთან ამბროს ხელაია ამბობს, რომ მთელი ჩემი პატრიარქობის 30 თუ 39 წელი მომხმარე კარუსების წინააღმდეგ ბრძოლას. ჩვენთან ხო ჩვენთანაც ზაღლისენაც ეძახოდნენ, ჩვენთან ხო მეტაბრი გადაშენება უნდა ჩვენი და გასახლება და იქით ბოლოს ნიკიტა ხრუშოვმა მოინდომა ჩვენი გადასახლება საერთოდ და ყოველთვის მივაჩნდით ჩვენ ან ბოლოს ეგზოტიკურ ქვეყნად მივაჩნდით, სადაც შეიძლება ხაჭაპური, ხინკალი ჩამოვიდეს. წვადი ჩამოვიდა ხინკალი. აქაც მასწავლებლები უნდა ყოფილიყო და იქაც. და იქაც მოსკოვში ჩავიდოდი, რუსეთში ჩავიდოდი. ახსოვს კარგად. კი. და ეს ტრადიცია, სამწუხაროდ ეს მენტალობა როგორც ჩანს, თავადებში მიდის. ახლა წეგან თქვენ საუბრობთ გოლდენ მეირი ვახსენე ისრაელის პრემიერ-მინისტრი. როგორც ჩამოწერილი აქ იმას პირდაპირ, აი კორუფციაში მხილებული პიროვნება, არათუ ის იმის თავმოყრობას ეგზავნება, მეშვიდე თაობამდე ეგზავნება პოლიტიკაში და ასეთ ქვეყნის საჭიროებო საკითხებში მონაწილეობის მიღება და რა ვიცი, ამავდროულად სტუდენტებს ეუბნებათ, კი ბატონო წაადით დასავლეთში ისწავლეთ ყველაფერი, მაგრამ ჩამოდით, მე თქვენ ქვეყანას მოახმარებთ ეს ცოდნა. ეს ცოდნა ხო? ჩვენ რას ვეუბნებით, რომ წაადით და აღარ ჩამოხვიდეთ. ამ გადაცემის აზრი და არსი იმაშია, რომ რაც შეიძლება მეტი გესაუბროთ, მეტი გითხრათ ამერიკაზე, მეტი ის ანალიზი გავაკეთოთ, შედარებებით, დავხატოთ რა გვაქვს, რა მოცემულობაში ვართ NBA რო ჩამოვიდეს აქ. და თუ გინდა პარიზში და თუ გინდა ლონდონში და თუ გინდა სიდნეიში და თუ გინდა ტოკიოში და სადაც გინდა. მსოფლიო ჩემპიონატი რო იყოს. NBA ჩამოვიდა. ნებისმიერი გუნდი NBA-და. არა, NBA ჩამოვიდა რა, ამერიკის ნაკრები, NBA ჩამოვიდა. NBA შევსებული. საუნივერსიტეტო NBA შევსებული. აი, გეკითხებით, მას ეყოლება ტრენერთა ჯგუფი, სუსტი თუ ძლიერი თუ შტერი თუ ისინი რამეს დააკლებს იმ გუნდს ის ტრენერთა ჯგუფი ვერაფერს ვერ დააკლებს. ასე ვერ დააკლებს ამერიკას ერთი 15 კაციანი კაბინეტი და პრეზიდენტი. იცით რატომ? კიდევ ერთხელ ვიტყვი, იმიტომ რომ we the people ჩვენ ხალხი ამერიკელი უფრო წინ დგას, ვიდრე რომელიმე მთავრობა და რომელიმე პრეზიდენტი გაიგეთ ხალხო. ჩვენი საფიქრები არის ჩვენი ქვეყანა. არ წევენ ცხვირს ცოტა ზემოთ კიდე თან ჩვენ რო ხედავთ დღეს აქ. ანაშვილები არ გიშვებენ, კაცო, პატრიარქთან საქართველოს დაიძრა და ესე იგი გახდა ერთო პარტიის ესე იგი. აბა ბატონო, მოდით დღეს მაშინ სათამაშო ბიზნესის ამბები რო აი ხო გატანილია ხო სპეციალური ქალაქები ასე.
თვითონ ახლა პუტინია მოსკოვში მაგალითად ვერ შეიკრიბები და კაზინოები არა დამხმარებლად ვითამაშო დავუშვათ ბანკო ან რაღაც ასეთ თამაშები პირდაპირ იჭერენ და პირდაპირ კონფისკაცია და პირდაპირ ციხე ჩვენ კიდე არ ვავსებთ ამ კაზინოებითა და